მე ვარ საქართველოს მებრძოლი გაცეკვთიშვილის მამა, ცხინვალის თეატრის მსახიობი და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია თქვა, რომ ყოველთვის ვიყავი მაგალითი კაცობის, ღირსების და თავდადების. მე თუ რამეს დავგებო, რაც დამიგები მე შემისულებია, მაგრამ ის მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის საწინააღმდეგოდ არასოდეს მსგავს არანაირ სუდი და ქვეყნის საზიარო სანქციები არასოდეს არ ჩამიდენია. მე თბილისში სახლი მაქვს, მაგრამ დავარ იმ ცხოვრობ, სადაც საოკუპაციო ზოლი გადის, ავტოვები სოფელსო სოფელი არ დაიცემოს. იმის მაგივრად, რომ ესეთ ხალხს და საქართველოს თავდადებულ ვეტერნებს ჩვენ პატივისცემით ვეპყრობოდეთ, ხო? თქვენ საციხეთ მიმეტეთ, ხო? შეცვლილია უბრალოდ რა. ვეფხია გაიზარდა ერგნეთში, დაწყებითი სკოლა დაამთავრა ერგნეთში და იმ პერიოდში ცხინვალში იყო უკვე საშუალო სკოლაში გადავიდა იქ და ნუ ფაქტიურად ახლა ცხინვალშია გაიზარდა. 90-იან წლებში, როდესაც დაიწყო ეს არეულობა, რა თქმა უნდა, აი, როდესაც გავხდი ვეფხიას მეუღლე, სულ მიყვებოდა ხშირად ძალიან, რომ ეს წლები, რა თქმა უნდა, სულ ომშია გადარებული. სულ მიყვებოდა, აი, რამდენი მეგობარი დაკარგა. 27 მეგობარი ყავს დაკარგული და როგორ ასაფლავებდნენ ხალხს დროებით, რომ ეზოებში მარხავდნენ, აი ძალიან ბევრი ისეთ თუ სუფრა გვაქვს ოჯახში, სულ იცის ხოლმე, განსაკუთრებით სვავს პატრიოტი ადამიანების და გმირების, ნუ ისე მოხდა, რომ მე გადავრჩი და ისინი დაიღუპენ და ძალიან მე მიჭირსო ახლა ამხელა ის მოგონება ყველა ამ ადამიანის საფლავზე გადიოდნენ ხოლმე. ნუ წლებია გატარებული მოკლედ ომში. აი დღემდე ჩემი მეუღლე, როდესაც აი ვერიტანს ასაფეთქებლებს, რომ ისვრიან ახალ წელს, აი ამათ ომი არ იციან, რა არის რაღაცნაირად ფერს კარგავს. ზოგჯერ ხო გვიწევს ხოლმე თბილისში წყობნა. აი 2-3 დღე და 3 დღეზე მეც ვერ ჩერდება, აი არ შეუძლია აქაურობის გარეშე რაღაცა განსაკუთრებული მე როგორც მეუღლე ვგრძნობ, რომ ეს განსაკუთრებული მიზიდულობა აქვს. სული ძახის აი შიდა ქართლიდან სამაჩაბლოოდან ვარ და აი რაღაც განსაკუთრებით უყვარს და ნუ პატრიოტია და ვერ ეგუება უსამართლობას ახლა რა თქმა უნდა ძალიან რთულია რომ ამდენი რამე გადატანილი აქვს ახლა განსაკუთრებით აქაურ ხალხს ძალიან რთული პერიოდი აქვს გადატანილი. დედა დაჭრილი ყავდა 2008 წელს. ჩემი დედამთილი, ჩემ მულთან იყო აი ახალდაბა, გორის ახალდაბა სოფელში და მაგ დროს დაბომბვა მოხდა და ღობეს მოხდა ეს ჭურვი და მოკლედ ის ახლოს იყვნენ ეზოში. და დაიჭრა ორივე და მოკლედ ჩემ მეუღლემ მოახერხა იმდენი რომ აი გამოიყვანა ტერიტორიიდან მერე. თუკი მე მომეშება საჭირო. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ბატონო მოსამართლე. როდესაც საქართველოს თავდადებულ ადამიანებს, რომელსაც 20 წელი ბრძოლაში აქვს გამოცდილება. როდესაც ესეთ ადამიანებს უკანონოდ ვასამართლებთ. მითხარით, გაუჩნდება რომელიმე ახალგაზრდას კიდევ იმის სურვილი, რომ თავის სამშობლო დაიცვას და თავის სამშობლოსთვის იბრძოლოს? არა მგონია. ერთხელ ჩემმა შვილმა მითხრა, კი მამა, ამდენი იბრძოლე, მაგრამ სანაცვლოდ რა მიიღე? აი ეს მივიღე ზუსტად უკანონო სასამართლო, დამწირება და ყველა ვეტერანის აბსოლუტურად მორალურად განადგურება.
მე არა ვარ პირადად ნამყოფი ცხინვალში, არ მომიწია ესე და აი განსაკუთრებული ნოსტალგია აქვს რაღაცა ეს პატარა ქალაქი იყო, ლამაზი ქალაქი, ეს რაღაცა განსაკუთრებული ურთიერთობები, აი ცხინვალის ყველა კუთხე, ყველა კუნჭული, ყველა კორპუსი რო იციან და სამეგობრო სკოლა და როდესაც მეგობრები მოდიან ჩვენთან ეს კლასელები, ესენი რო იწყებენ ლაპარაკს, ვინც დალევაც ავიწყდებათ, რო იხსენებენ ამ ცხინვალის ამბებს, მოკლედ პატარა ბავშვებით არიან, აი როგორც მე ვთქვი, მერვე კლასელები გახდით ყველანი, ეხლა აღარ ახსოვთ, აი ჭამას აღარ ახსოვთ, რო იწყებენ საუბარს, მოკლედ იხსენებენ ცხინვალის ამბებს, მოკლედ აი ყველანი რაღაცა ესეთი გადავარდებიან სხვა სამყაროში აბსოლუტურად. ძალიან ენატრებათ, ხო, აი სულ იმის ადღეგრძელოს ვავენ, რომ აი ჩვენ რო დავბრუნდებით, ჩვენ რო იქ რო მოხვდებით, მოკლედ ასე ვიზამთ, რა ვიცი, რაღაც ნოსტალგია აქვს ძლიერი ძალიან. ჩემი მეუღლე მსახიობიც არის, ფილმებშიც უთამაშია, სპექტაკლებშიც, მაგრამ როდესაც სამშობლოს სჭირდება, ნამდვილად სამშობლოსთვის და სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანია და აი არ მოისვენებს და ზოგადად ჩემი მეუღლე ისეთი ადამიანია, თუ თოხი და ბარია საჭირო, თოხს და ბარს დავიჭერ ხელში, თუ მშენებლობაზე საჭირო, მშენებლობაზე დავდგები, თუ იარაღის დაჭერა საჭირო, იარაღსაც დავიჭერ ხელში. ნამდვილად არ დაიხევს უკან. ქვეყნის სადარაჯოზე იდგა ჩემი მეუღლე ნამდვილად. ნამდვილად და ის კამპუზია და ისიც ტყვეთაც ყავდათ და გადარჩენილიც არის ის 90-იან წლებში. ნამდვილად ბევრი რამეა გადატანილი და სხვანაირი ახალგაზრდობა გადატანილი, სხვანაირ რეალობაშია გაზრდილი და ნაფერები ბიჭი და რაღაცა ეხლა ესეთი კომფორტში გაზრდილი არ არის, არ იყო აქ ის გარემო და პირობები, რომ ეხლა კომფორტი ქონოდა და წყნარი და მშვიდი ცხოვრება. აქედან გამომდინარე. 6 წელია ჩვენს გარეშე არჩევნებს არ ჩაუვლია აქტიურად უკვე შვილებთან ერთად ჩავერთეთ ყველა საარჩევნო კამპანიაში, რადგან ჩვენ რომ მივხვდით უკვე რომ მიდიოდა გზიდან გადახვევა. და ამიტომ უკვე ეს რეალობა რო აღარ მოგწონდა და ჩვენ რო დავინახეთ რომ ეს არ არის ის რაც ჩვენ გვინდოდა, აქედან გამომდინარე უკვე ბრძოლაში ჩავერთეთ აი ამ კუთხით. აი ბაღის იმას მორწყვას მოვჩები მივდივართ და მორჩებოდა ბაღის აი მოვჩები ახლა ჯდებოდით მანქანით მივდიოდით თუ ვინმე მოყვებოდა წავიყვანდით ხოლმე მიტინგზე გავჩერდებოდით სადაც საჭიროა ჩემი სამი შვილი ყველანი ერთად ჩვენ ეს მუქარი ზარები არც 1 წელი, 2 წელი და 3 წელიც შეგვაჩვიეს ასე. ნუ თითქოს გვირეკავდნენ რაღაცა მუქარი ზარები შემოგდიოდა ოჯახში, ცალკე ჩემ მეუღლესთან, ცალკე ჩემთან. ნუ გაზაფხულზე ძალიან შევწუხდით ჩემ უფროს გოგოსთან, 12 წლის გოგოსთან რეკავდნენ ღამის 2-ის ნახევარ. ნაირ-ნაირი ზარები შემოგდიოდა, ბავშვი სკოლაში მიდიოდა, გაუშვებდი, აი თითქოს იცოდნენ რომ ბავშვს რო გავაცილებდი სკოლაში 2-ის ნახევრამდე რომ ბავშვი სახლში იყო 2-ის ნახევრზე ეწყებოდა სკოლა არ შემოდიოდა ზარი სკოლაში დედიკო მირეკავენ რაღაცებს მელაპარაკებიან ღამე რეკავდნენ ბავშვი რამდენჯერ გამიღვიძეს ბავშვის ნომერზე ჩამოდი ქვევით თუ აქავართო დგავართო მოდი ჩამოდიო დაგველაპარაკე ნუ რაღაცა აი ეს ამას ხშირად ჩემთან რეკავდნენ ხო სუსის მანქანები და რაღაცა ასეთებიც ხშირად თითქოს შეგვაჩვიეს რაღაცა. მერე მოხდა ისე რომ ერთი მშვენიერი დღე იყო ჩემი მეუღლე წავიდა ის ცალკე ის არის მუშაობდა თბილისში მშენებლობაზე იმ პერიოდში და ჩვეულებრივად მორიგი დღე იყო სამსახურში წავიდა სამუშაოზე და შუა დღეზე დამიკაკუნეს მეც მუშაობდი ოჯახში მუშაობდი და ბავშვები წავიყვანე მოვიყვანე სამ ბავშვს დავსდევ და მოვედი სახლში უკვე რაღაცნაირად და ის ამ
და დააკაკუნეს, შემოვიდა 5, მგონი 5 კაცი იყო, რა ვიცი, როგორც ბავშვმა მითხრა 5 იყო, მე დავიბენი, ვეღარ დავთვალე ეს კაცები, რამდენი იყო პატისა და ჩვენო დავაპატიმრეთო თქვენი მეუღლეო და ეხლა უჩხრეკაზე ვართ მოსულები, ოღონდ სანამ შემოვიდნენ და უცებ დაკეტეს კარები, უცებ მე ტელეფონი მეჭირა ხელში იმ წუთში ონლაინს ვატარებდი, მოსწავლე მყავდა ონლაინზე ჩართული და ის არის გამომგლიჯეს ტელეფონი და მეთქი ის არის ბავშვი ჩართული, ის არის ბოდიშს მაინც მოუხდი მეთქი, ის არის უკაცრავად რა ხდება თქო და გამომგლიჯეს ეს ტელეფონი, ლეპტოპი ჩართული მქონდა ის ეროვნული გამოცდების ტესტები გახსნილი და უცებ ჩამაკეტინეს ისა დახურეს, გამომგლიჯეს, თუ რამე გაქვთ მოკლედ, აი ის არის რას ეძებთ მეთქი ძალიან გამიგვირდა ჩხრეკას რო ატარებთ მეთქი ის მაინც მითხარით რა უნდა რას ეძებ და მე სადამა გარანტია თქვენ თავარია თქვენაც ჩამიდოთ რამე არ დამიტოვოთ აქ თორემ მე რას დაგახვედრებთ მე ეს უფროსი ვინც იყო ჩხრეკაზე მეოთხე აღარ ღეს ჩვენ ქვეყანაში ცხოვრება ახლა არ ვიცი სად წავიდე მეოთხე გიც არ ვიცი თორემ ნამდვილად აღარ ღირს მეთქი რა დღეში ვარ თქო და ხო თქვენო წყნარად მშვიდად უნდა იყოთო და პრობლემები არ გექნებათ აი ეს დამიქნია დიდი შენ როგორ ახარ ვეფხო ხო გუშინ მიყურე ხო უი მომეშალა მაგრად ნერვები ძალიან მაგრად კი ძალიან მაგრად კი აი რო დამირეკა ეხლა დღესაც რო დამირეკა შენო გუშინო ცრემლები შეგამჩდიეო ხო და რატო ნერვიულობ აი საყვედური მითხრა რომ არაფერი არა სანერვიულო დამშვიდი დაწყნარდი როდესაც ადამიანი მართალია უბრალოდ აი სულიძახის არ შეგეშინდესო მე თავისუფლად გრძნობო თავს და მომხდებს რომ აი რაც არ უნდა მოხდეს აი არაფერს არ შეგეშინდეს და არაფერზე არ ენერვიულო აი და ყველაფერი კარგად დამთავრდება რაღაცა ძალიან თავდაჯერებულია ოჯახის გიჟია და შვილები ენატრება რაღაცა ეს მარტივი არ არის მაგრამ აი ნუ როდესაც დარეკავს ჩემი მეუღლე და დამელაპარაკება მე იმ დღეს აი ზარიდან ზარამდე კარგად ვგრძნობ თავს იმიტომ რომ აი რაღაცა იქიდან რომ რაღაცა დამშვიდებული ხმით რომ ელაპარაკება მე ეს ძალას მაძლევს აი всё უკვე დამშვიდებ აი ახლა რომ დამირეკა დაცაბული ვიყავი მანქანაში რომ მოვიდეს ხო დამირეკა და დამამშვიდა დაწყნარდიო ნუ ნერვიულობ რამე ისა აი ეს რაღაცა მაძლიერებს. მე ამ სამართლობას შევაკვდები, სრული პასუხისგებლობით გეუბნები. შევაკვდები და ჰიმილით მოვკვდები. თუ გინდა მაწამო. როგორც გინდა მაწამო, პირდაპირ გეუბნებით რა. 20 წელი ჩავჯდები თუ გნებავთ. სხვაებად შევეწირებით იძინა ივანიშვილს, გაანებოს ამ ბავშვებს თავი. ერთი მსხვერპლ შეწირო არ ეყოფა. ზათავარ ჩემი სიცოცხლე გავიგო. თუ გინდა ამკუწო თუ როგორც გინდა ეგრე მაწამო გაანებონ ამ ახალგაზრდებს თავი და საერთოდ გაეშვას საქართველოს მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს ხო საქართველოს ჯიბეში ჩაიგო თქვენი ქვეყანა და როგორც უნდა ვისაც უნდა ესე მართავს სინაცროვანი მყავს 7 წლის და ბავშვი არის განადგურებული ისევ ენატრები იმასაც მეუმრათავსდი მე ჩემი სამშობლოსთვის ავწი და არ მინდა მათ მოუწიოთ კიდე უსამართლო საქართველოში ცხოვრებამ რა გავიაზროთ ხალხო ჩემი მეუღლეს პირველი ოჯახი ყავდა და ყავს უფროსი ბიჭი 33 წლის და გოგო ყავს 32 წლის ანი ემიგრაციაში უკვე 5 წელი ცხოვრობს და აი ძალიან უჭირს იქიდან ახლა ეს შორიდან ბიჭი უფროსი რა თქმა უნდა ახლა მამისთვის ახლა არ აკლებს არაფერს ყურადღებას რაც შეუძლია და პატარები უფროსი გოგო 12 წლის, 10 წლის და 8 წლის ბიჭი. აი 6-ში რო ჩატარდა ახლა სასამართლო მე ვახოს და ადრე უთხარი რომ აი 6 მარტს მამიკო მოვა სახში ეს სულად რაღაცა რა ვიცი აი თითქოს იმედიც არ მქონდა მაგრამ ბავშვის რაღაცა უნდა მეთქვა იმიტომ რომ ცოტა ხანი საჭმელს არ ჭამდა ბავშვი რაღაცა ტიროდა ღამე მთელი ღამე მამიკო მინდა და ნუ ძალიან ისა პერიოდი. გავამხნევე მე ბავშვი მეთქი რომ მამიკო მოვარ შეგეშინდეს.
აი ახლაც ის არის მამიკო საერთოდ მოვა სახლში თუ აღარ მოვა მამიკო სახლში შენ რომ მითხარი 6-იო დღესო 6-იო სადა მამიკო და მეთქი ცოტა ხანი კიდე სასტუმროში გააჩერებენ მეთქი და გამოუშვებენ მერე მიდი უთხარი მენატრებ მამიკო და მალე მიყვარხარ ხო და მალე გამოდითქო ხო და გამთელი გამოდი აი ოჯა გამოდი ხო გამოდი მალე სულ ვიძახი რომ ფაქტიურად შემიძლია ვთქვა რომ ხო ვიძახი რომ ქვეყნის და სამშობლოს ინტერესს უფრო წინაყენებს ვიდრე ოჯახს აი ცუდი გაგებით არ ვიძახი აი თუნდაც აი ახლა ამ ეტაპზეც აი ჩემი ქმარი სულ შაბათი კვირის ცოლ-ქმარს გვეძახიან იმიტომ რომ მე კვირიდან კვირამდე მეუღლე აქ არის აი მე ვთვლი რომ ესეც კი ამითაც აი უნდა რომ აი საოკუპაციო ხაზთან უნდა იყოს აყვავებული აქ კი მე არ ვიძახი რომ მარტო ჩემი ქმარია ახლა და აქ ხალხი არა ნუ ვინც დარჩა სოფელში ბევრმა დატოვა სახლები და ბევრი გადავიდა რაღაც თანხები რომ მისცეს 2008-ში ბევრმა დატოვა აქაურობა და ჩემმა ქმარმა მე ვთვლი რომ ბრძოლის ნაწილია ეს თუნდაც რომ აი გავაშენეთ ბაღები გაგიჟდა ხალხი კი მაგრამ ხალხი გამორბისო სად ხარჯავთ აი უკანასკნელი აი უშოვია ბათუმში წასულა მშენებლობაზე სადღაცას უმუშავია თბილისში რასაც აიღებდა ბაღში აი მეც ისე ვაგროვებდი რაღაცა თანხას მოდი ვაშის ბაღი მოდი გოლდენის ისა მოდი ალუბლის ბაღი ჩემი ქმარი ისეთი ამაყი იყო რომ აი გვიყურონ იქედანო ჩვენო აქო რომ გავაშენებთო ესე სამაცივრო რაღაცებს გავაკეთებთ ისე კარგად აქ ვიქნებით ისინი ხო მოიდომებენო პირიქით აი ჩვენთან ერთად მოიდომებენ ხო შეგხვედავენ რომ ჩვენ ბევრად უკეთესად ვართ ვიდრე თუნდაც ისინი საწყლად რო არიან მე მით უმეტეს ახლა მე ნახევრად უკრაინელი ვარ მე ვერ ვიტყვი რომ აი ორი ერის შვილი ვარ აი ისიც მტკივა ესეც მტკივა აბსოლუტურად იმდენი ახლობელი დაიღუპა ახლა უკრაინაში და ჩემი სანათესაო ჩემი ოჯახის წევრი და დიშვილი მყავს რომელიც აბაზანაში იზრდება პატარა შეგვეძინა ეხლა აგვისტოში რომ სექტემბერში რომ აფეთქეს ავადმყოფო განყოფილება ონკოლოგიური განყოფილება ჩაიტანეს მიწაში ჩემი და იქ 8 თვის ფეხმძიმედ გოგო იყო ფეხმძიმობა არ გვითხრა ჩვენ ბავშვი რომ გააჩინა მე გითხრა ბავშვი გავაჩინო დედა ჩემს რა ნერვიულა და მე ჩემთვის ეს წარმოუდგენელია ეხლა როგორ შეიძლება უკრაინაში უკრაინა ებრძვის ახლა უკრაინაში და იმაში ამხელა ომია და როგორ შეიძლება პუტინისკენ იყოს ადამიანი და საერთოდ აი პუტინს დაუდგეს გვერდში და ამ შემთხვევაში მე ნუ არ ვიცი მე არ მესმის ახლა ეს და ოკუპანტ ძალასთან ვერავინ შეგუება ახლა იმას რომ შენ თუ მე დამიხოცე ამდენი ხალხი შენ მე ასეთი ზიანი მომაყენე შენ მე ახალგაზრდობა არ შემარგი ადამიანმა და მე ახლა შენ დღეს შენი მონა ვიქნები და შენ გასიამოვნე ყველანაირად იმიტომ რომ შენ დიდი ხარ და იმიტომ რომ შენ მე ოჯახში მივარდები შენ მე მკლავ შენ მე შვილებს მიხოცავ და რადგან დიდი ხარ მე შენ ახლა ყველანაირად მოგეფერები ამას ვერ შეეგუება ჩვეულა არ უნდა ამას გმირობა რაშვა საერთოდ არაფერში არა გმირი არის სიმართლის მხარეს დღეს ყველა არ განსაკუთრებით მე არ მივცემ ჩემ უფლებას რომ ახლა ვინც ციხეშია გმირი და სხვა არ არის გმირი ყველა გმირია ვინც სიმართლის მხარეს დგას დღეს მე ამაყება იმიტომ რომ ჩემ მეუღლეს აი არაფერი არ დაუშავებია და მართლა სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯება როგორც ჩემ მეუღლე და აბსოლუტურად ყველა იქ ვინც ზის ნამდვილად ასია ჯერა რომ რა ვიცი ყველაფერი იქნება კარგად რაღაც არ ვკარგავ იმეც ვერ ვეგუები და მე ბავშვები გაფრთხილებული მყავს რომ 31-ში დღეც არ მიკითხავს არ აქვს მნიშვნელობა უკვე კვირის დღეა შვაშია თავში არის სიმართლე გითხრათ არ მიკითხავს რა დღე არის მე ბავშვები გაფრთხილებული მყავს რომ ჩვენ გავდივართ ყველანი ნამდვილად აი მოუწოდებ ყველას აი არავინ არ უნდა დარჩეს არავინ ვინც საღათ აზროვნებს ვისაც უნდა ქვეყნის არ ვიცი
დაალაგებული ცხოვრება, სამართალი, სამართლიანობა, რა დემოკრატია, ყველანაირი, რა ვიცი, ყველანაირი, ყველა სფეროს ეხება, ყველანაირი ადამიანს ეხება, რა ვიცი, ძალიან ბევრი პრობლემა გამოსწორდება და რა ვიცი, მე ჩემთვის ევროპული მომავალი არის, აი დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება არის ყველაფერი. და პატიმრებისთვის ეს არის ძალიან დიდი იმედი, ეს არის ფაქტიურად კი, ამ ძალას ვაძლევთ ჩვენ, ქუჩიდან ჩვენ ვაძლევთ ძალას ნამდვილად და ისინი აი, როდესაც იმედით ლაპარაკობენ თვითონ და ისინი ჩემი მეუღლე მემაძლევს ძალას, როდესაც არის თავდაჯერებული და მწყნარად შვიდად რაღაცა იმედს არ კარგავს არც ერთი წუთი და ერთმანეთს ვაძლიერებთ, ეს არის საჭირო. იმათთვის იმედი ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა.